ნულოვანი ტოლერანტობა ყველანი ციხეში. ეს ცნობილი ფრაზა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი საპარლამენტო გამოსვლის დროს წარმოთქვა. მას შემდეგ 5 წელი გავიდა. 5 წლის შემდეგ ქვეყანა კიდევ ერთ პოპულარულ სარეიტინგო სიაში აღმოჩნდა, რომლის მიხედვით საქართველო პატიმრების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მე-12 ადგილზე გავიდა. სიკვდილიანობა პენტენციურ სისტემაში რა თქმა უნდა იქნება ისევ როგორც გარეთ. ადამიანები იღუპებიან სამწუხაროდ ყოველდღიურად. ეს არის სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, უხშირეს შემთხვევაში ეს არის ასაკიდან გამომდინარე. 26 წლის ნადიმ ცეცხლაძე 18 მარტს გარდაიცვალა. მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. 23 წლის თამაზ დადვანი სასჯელ აღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში 2 დეკემბერს გაურკვეველ ვითარებაში გაურკვეველი დიაგნოზით გარდაიცვალა. გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალნენ ციხეში 33 წლის თემურ ტოპოლოღლი და იოსებ თადიაშვილი. 2010 წელს სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში გარდაცვლილთა რაოდენობამ არაოფიციალური ინფორმაციით 100 გადააჭარბა. მათი საშუალო ასაკი კი 40 წელია. სანამ არ დაიწყება რეალურად მონიტორინგი სასჯელ აღსრულების დაწესებულებების, მანამდე მე ვფიქრობ, რომ ეს მდგომარეობა და ის მძიმე ფონი სოციალური და უფლებების დაცვის კუთხით, ის მძიმე ფონი, რომელიც არსებობს საპატიმრო ადგილებში, კვლავ იქნება შენარჩუნებული. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში არსებული ვითარება საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში წხვდება. World Prison Population List იმ ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს, რომლებიც პატიმრების მაღალი რაოდენობით გამოირჩევა. საქართველო 217 ქვეყნიდან მე-12 ადგილს იკავებს. აღმოჩნდა, რომ ოფიციალური მონაცემებით 2010 წლისთვის საქართველოს ციხეებში 23,864 ადამიანი იხდის სასჯელს. მაშინ როდესაც 2004 წელს მათი რიცხვი 11,000 არ აღემატებოდა. ეს ჩემი საზრით არის ძალიან საგანგაშო, რაც მეტყველებს იმაზე, რომ არსებობს ძალიან ბევრი, ძალიან სერიოზული პრობლემები პენიტენციალურ სისტემაში და ზოგადად ხელისუფლების პოლიტიკაში, რაც ჩემი საზრით არის გამოწვეული ნულევანი ტოლერანტობის პოლიტიკით, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო. World Prison Population List-ის დასკვნას საგანგაშოს უწოდებს ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი. უჯანანუაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა და შესაძლოა ის რეალური სურათისგან მკვეთრად განსხვავდებოდეს. World Prison Population List-ი პატიმრების რაოდენობის შესახებ ზუსტი სურათის შესაქმნელად პატიმართა რაოდენობას ყოველ 100,000 ადამიანს ითვლის. განვითარებულ ქვეყნებში ყოველ 100,000 ადამიანზე 70-80, დანარჩენ სახელმწიფოებში კი 140 პატიმარი მოდის. 2010 წლის მონაცემებით საქართველოში ყოველ 100,000 მოსახლეზე 528 პატიმარია, რაც ნორმალურ მაჩვენებელს თითქმის 4-ჯერ აღემატება. საქართველოში პატიმართა რაოდენობის გარდა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები ციხეებში არსებული ვითარების მონიტორინგსაც აწარმოებენ და შედეგებს აქვეყნებენ. ციხე ნომერი 1, თბილისი, გათვლილია 750 პატიმარზე, პატიმართა რაოდენობა 1209. საპატიმრო ნომერი 8, თბილისი, გათვლილია 2500 პატიმარზე, რეალური რაოდენობა 2905. ზუგდიდის ციხე ნომერი 4, გათვლილია 305 პატიმარზე, რეალური რაოდენობა 578. საპატიმრო ნომერი 10, გათვლილია 370 პატიმარზე, რეალური რაოდენობა 388. საპატიმრო ნომერი 2, გათვლილია 2744 პატიმარზე, რეალური რაოდენობა 3082. საპატიმრო ნომერი 7, ქსანი, გათვლილია 1600 პატიმარზე, რეალური რაოდენობა 2731. საერთაშორისო ორგანიზაციები წერენ იმასაც, რომ სასჯელ აღსრულების სისტემისთვის დონორი ორგანიზაციებიდან გამოყოფილი თანხები ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად იხარჯება. ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი იხსენებს შემთხვევას, როდესაც ევროკავშირის მიერ რუსთავის ციხისთვის გამოყოფილი რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ფულადი დახმარება არამიზნობრივად დაიხარჯა, რასაც სკანდალი მოჰყვა. დადასტურდა, რომ თანხები იყო არამიზნობრივად გახარჯული და ის პირობები, რომლებიც და ის ციხის მდგომარეობა, რომელიც ეხლა დღეს გვაქვს, არ შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს და ევროკავშირს ჰქონდა ამასთან დაკავშირებით გარკვეული რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებასთან. სამწუხაროდ ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება.
სასჯელ აღსრულების სისტემის ფასადურობაზე საუბრობს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილიც. სისტემის გაუმართავობის მთავარ მიზეზად კი მხოლოდ ერთი პიროვნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებს და სასჯელ აღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებას სამარცხვინოს უწოდებს. ბუტაფორია სასჯელ აღსრულების სამინისტრო, ბუტაფორია მისი მინისტრი, რომელიც აცხადებს, რომ თურმე რა კარგი პირობები და მხოლოდ სიბერის გამო იხოცებიან პატიმრები ციხეებში და რეალურად ამ პოლიტიკას განსაზღვრავს ერთი ცენტრი. მე არ ვიცი ეს კონკრეტულად მერაბიშვილია თუ ადეიშვილი, მაგრამ აი ეს ორი უწყება ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრავს იმას, ვინ უნდა დაიჭირონ, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ დააშავა თუ არ დააშავა, ვინ უნდა გაასამართლოს, ვის რამდენი წელი მიუსაჯონ და ვინ რა პირობებში ამყოფონ საპატიმრო ადგილებში. სასჯელ აღსრულების სისტემაში არსებულ გაუსაძლის ვითარებაზე და მინისტრ კალმახელიძის არაკომპეტენტურობაზე საუბრობენ ადამიანის უფლებათა დამცველი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მოძრაობა სოლიდარობა უკანონო პატიმრების ხელმძღვანელი თითქმის ყოველდღე მსჯავრდებულებისგან წერილებს იღებს. პატიმრები ძირითადად ციხეებში არსებულ გაუსაძლის პირობებსა და არაადამიანურ მომხრობებზე წერენ. ეკა ბესელია ხათუნა კალმახელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. პირობები არის საშინელი, არის ადგილები საჩვენებელი, გარემონტებული, რომელსაც აჩვენებენ სტუმრებს და ამით შეცდომაში შეყავთ დონორი ორგანიზაციებიც, მაგრამ რეალურად, მასიურად პატიმრები არიან ძალიან მძიმე პირობებში. ადგილი აქვს წამების, ცემის, არაადამიანური მოპყრობის ძალიან გახშირებულ ფაქტებს, ადგილი აქვს ანტისანიტარიას, ადგილი აქვს არასაკმარის და საერთოდ ხშირ შემთხვევებში არ არსებობს სამედიცინო დახმარების ჩატარების შესაძლებლობა. ეს არის ის რეალობა, რომელთაც დღეს ციხეები ხასიათდება და რის გამოც პატიმრები ითხოვენ შველას. საქართველოს ციხეებში შექმნილი რთული ვითარება მოხდა სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშიც, თუმცა არც ერთ კონკრეტულ ფაქტს შესაბამისი ორგანოებიდან გამოხმაურება ამ დრომდე არ მოჰყოლია. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი მხრიდან ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში რა თქმა უნდა ვახდენთ რეაგირებას ვატყობინებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მაგრამ როგორც წესი ამ ფაქტების გამოძიება არ არის სრულყოფილი, არ არის სათანადო და არ არის სწრაფი. ჯერ კიდევ 2008-2009 წლის საქმეებზე ან შეწყდა გამოძიება, ეს ერთ-ერთი ვარიანტია, ან კვლავ მიმდინარეობს და შედეგი პრაქტიკულად არც ერთზე არ დამდგარა. პარლამენტში თქვენ განაცხადეთ, რომ ციხეში ძირითადად პატიმრების გარდაცვალება ხდება მათი ასაკის. დიდი ბოდიში ძალიან მეჩქარება თქვენი ტელევიზია ყოველთვის ძალიან სუბიექტურ, მიკერძობილ არასწორი სიუჟეტებს აკეთებს, რაზეც ძალიან გულიმწყრები. საქართველოში პატიმართა რაოდენობასა და მათ პირობებზე კომენტარის გაკეთება არის ურვა სასჯელ აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა. მინისტრ კალმახელიძის საქმიანობა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან შეაფასა. ხათუნა კალმახელიძის დაბადების დღე სრულწლოვანი გახდა და ამიტომ უკეთესად შეასრულებს ალბათ მინისტრის მოვალეობას. ეს ხუმრობით და ისე მინდა ვთქვა, რომ მართლაც საოცრად კარგად აწყო საქმე და ძალიან კარგად მიდის ამ სამინისტროს საქმე, ვისაც ჰქონდათ მათთან შეხება და მე ვფიქრობ, სამსახურები თვალსაზრისით ძალიან ბევრი ადამიანს აქ ამ სამინისტროში გატარებულ რეფორმებში არა მხოლოდ შეხება, არამედ პირდაპირ მონაწილეობა აქვს მიღებული. დღეს იმ ადამიანებზე მოგიყვებით, ვინც დევნილთა სამინისტროს განსახლების პროგრამაში ვერ მოხვდა. სხვები პირობების არარსებობის გამო რეგიონებიდან თბილისში დაბრუნდნენ. 11 თებერვალს მათი ნაწილი პრეზიდენტის შეხვედრას გეგმავდა, მაგრამ პარლამენტში მისულ პრეზიდენტთან დევნილები არ მიუშვეს. ხმა, რომელიც ხელისუფლებას არ ესმის, ნახეთ იმედა დარსალიას რეპორტაჟში. ბალახი ძოვეო, ცხოველი ხარო აკადრა. ეს არის ჟესტი. ეს სიტყვები აფხაზეთიდან დევნილ ნანა ფიფიას ლტოლვილთა სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსან მოუთხრა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ამ სიტყვებიდან რამდენიმე საათში დევნილმა ქალბატონმა სამინისტროს ეზოში თავი დაიწვა. ის მალე საავადმყოფოში გარდაიცვალა. თუმცა დევნილების თქმით, მათ სამინისტროს მაღალჩინოსნები ამ ტრაგედიის შემდეგაც კი ცინიკურად და აგდებულად ექცევიან. ტოღოშმა უთხრა ფიფიას, ვინც თავი დაიწვა
და იმან ჭიშკართან, სამინისტრო ჭიშკართან თავი დაიწო და იმის სურათი ახლაც კიდია სამინისტრო შესასვლელთან, კარებთან ახლაც კიდია იმ ქალბატონის სურათი. ყოფასუბელიანის სამინისტროსთან გაშლილ კარვებში დღეს აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. სამინისტროს ჩინოვნიკები მათ შევარდნაძის დევნილებს ეძახიან. თბილისში 18 წელი იცხოვრეს, მაგრამ ახლა არ მუშაობენ და ამბობენ, რომ ბინის თირას ვერ იხდიან. სუბელიანის სამინისტროს ეზოში კარვებში ისინი 4 თვის წინ დასახლდნენ. ხეზე გარდაცვლილი ნანა ფიფიას სურათიც უდიდიათ. გააჩნია რეგიონი და ადგილი სადაა. ჩვენ შვილებს ხომ უნდა სწავლა რა? ხოცხოში, კვირაში ერთხელ რო დადის მარშრუტკა, იქ ბავშვმა როგორ იაროს? არც სკოლა არის, არც საავადმყოფო. არც სკოლა არის და არც ბაღი და არც არაფერი. იქ საარსებო წყარო არაფერი არ არსებობს. გუშინ ჩამოვიდე ახლა პოცხოდან. ქალბატონი აქიჭდა. არც წყალიაო, ზევით აწვიმსო. მანქანა არ არისო. წლის ბოლოს მოგცემთო ბინებს. და მანამდე აქ უნდა წლის ბოლოს როდის დეკემბერში? ხო. რომელი წელია ის სარუთქია წლის ბოლოსო. როგორ უთენდებათ, როგორ უღემდებათ, ან ღმერთი ზარეჟინიათ. ვინ გამომიყვანდა იქიდან იმ დღეს ისე გაჭიურებული ვიყავი. 24 იანვარს 73 წლის დოლი პირველი ვარკეთილში დევნილთა კომპაქტური ჩასახლებიდან სამინისტრომ ისე გამოასახლა, რომ სანაცვლოდ არაფერი შესთავაზა. მის 7 სულიან ოჯახს ახლობელმა დროებით მშენებარე სახლი დაუთმო. არა ვინ შეგვეკითხა 7 საათზე დავგვაჩნდნენ თავზე ხო? მე მაშინ ახლა უკეთესად თუ არ ლაპარაკი შემიძლია, მაშინ საერთოდ არის ლაპარაკი შემიძლია. არც ლაპარაკი. და რა გითხრეს? ეს გამოგვასახლეს მეტი არაფერი. სახელმწიფო არ გეხმარებათ არაფერს. ერთი კაპიკიც მეგო რაცა ეს რაღაცა 22 იმის. აი ჩემი შვილების სულს ვისავარ სახელმწიფო და საერთოდ ამდენი წელი ვარ გადმოსული. აქ ერთი კაპიკი არ მიმიღე. რამდენიმე თვეა უსახლკარო დარჩენილი მოხუცი ბაკურციხეში საცხოვრებლის გამოყოფას ითხოვს, მაგრამ დევნილთა სამინისტროში ეუბნებიან, რომ ადგილები აღარ აქვთ. ყველაზე მეც რას ვნერულო, რომ მოვკვდე. სად უნდა დაიდგა ჩემი კუ. ყველაზე მეც იმას ვნერულობ. გამოსახლების შემდეგ თბილისში დარჩენილი ან რეგიონიდან კვლავ დედაქალაქში დაბრუნებული დევნილები 11 თებერვალს პარლამენტთან შეიგრიბნენ. ამ დღეს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური გამოსვლა იგეგმებოდა. დევნილები პრეზიდენტთან შეხვედრას შეეცადნენ. ეს ისტორიული ლოგიკა ჩვენ მხარეზეა და ამიტომ საქართველო რა თქმა უნდა იქნება მთლიანი. სალემის მიზანი განხორციელებულა უდიდეს პრიორიტეტს რჩება ზრუნვა დევნილ მოსახლეობაზე. ეს პროცესი უდავოდ ძალიან მტკივნეულია. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მათ უკვე არაერთხელ მოუწიათ ამ ტკივილის განცდა. ჩვენ ვტკივა მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი ამოცანაა რომ მოახდინოთ დევნილთა ცხოვრების ტრანსფორმაცია არალეგალური მდგომარეობიდან სამართლებრივად გამართულ. არაპროგნოზირებადიდან პროგნოზირებადი. არასტაბილურობიდან სტაბილურობიდან, უპერსპექტივობიდან პერსპექტიულ მდგომარეობად გადაყრა. შეხედეთ რეალობას და დაინახავთ თუ როგორ უსამართლოდ ექცევა თქვენი მთავრობა ჩვენი ქვეყნის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ და ყველაზე მეტად დაზარალებულ ადამიანებს დევნილებს. თქვენ კი გვიმტკიცებთ რომ მუდმივად სტირით მათი მდგომარეობის შეხედვაზე, მაგრამ არაფერი მათ არ უმჯობესდებათ. ასეთი რა გამრუდებულია ეგ თქვენი სარკე რომ არც ამ ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობა ჩანს მანდ, არც ამ ადამიანების განწირული ხმები გესმით. ამ დარბაზში ხომ გესმით ახლა ჩემი ხმა და მაშინ მე გეტყვით რომ თქვენ და თქვენი ხელისუფლება დევნილებს ატყუებთ. როდესაც ფოცხოეცეს სახსენებს, უნდა თქვათ ისიც რომ ეს არ არის ჩვენს მიერ რაღაც შექმნილი სიტუაცია და პირიქით თუ რაიმე გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ გაუმჯობესებისკენ გაკეთდა ფოცხოეცეში და აქედან გამომდინარე ვინმე თუ შეაფასებს ამას რა გააკეთა ხელისუფლებამ დევნილებისათვის მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შეფასებები უნდა იყოს. ისი თქვენ იძახით რომ ყველგან ავდივარ, ყველგან მივდივარ, ყველას ვნახულობ, ყველას ვესაუბრებით.
ერთხელ გაიჭირვეთ და აბრძანდით რა ამ ფოცხო ეწერში და ნახეთ რისთვის გაწირეთ იქ გადასახლებული დევნილები თავისი მცირეწლოვანი ბავშვებით და კიდევ რას უპირებთ 300 დევნილ ოჯახს, რომელსაც იქ გადასახლება აქვს მისჯილი. ადით და ნახეთ და თუ თქვენ მე გამრუდებული სარკე თვითონ არ შემოგებშვნათ ხელში, ხო? მე პირადად ბოდის მოგიხდით. იქნებ აგვიხსნათ თბილისში რომ დევნილი აღარ დარჩება, შემდეგ ვის რაღაცი სჭირდება ეს დევნილთა და გასახლების სამინისტრო დედაქალაქში. გორში გადასვლა მათთვის მინდა გითხრათ რომ სერიოზული ფუფუნება იქნება. იქნებ დაგიჯდეთ ჭკუაში ჩვენი რეკომენდაცია გაითვალისწინოთ და ფოცხო ეწერში გადაიტანოთ შემდეგ ეს სამინისტრო. მერწმუნეთ ადამიანთა პარლამენტარ გიორგი ახვლედიანის იდეა სუბელიანის სამინისტროს ფოცხო ეწერში გადატანაზე დევნილებს მოსწონთ. თუმცა დარწმუნებულები არიან რომ ვერც სუბელიანი და ვერც მისი სამინისტროს ვერც ერთი თანამშრომელი ფოცხო ეწერში არსებულ პირობებს ვერ გაუძლებს. 77 წლის ვარლამ არღვლიანი აფხაზეთის ომის დროს სოხუმიდან კოდორში, 2008 წელს კი თბილისში, ბაგრებში გადმოსახლდა. რამდენიმე კვირის წინ სხვა დევნილებთან ერთად კომპაქტური ჩასახლებიდან მისი ოჯახიც გამოასახლეს და თეთრი წყაროს რაიონში სოფელ წინწყაროში ჩაასახლეს. მოხუცი იხსენებს, რომ იქ ჩასულებს გაუსაძლისი პირობები დახვდათ და იმავე საღამოს თბილისში დაბრუნდნენ, სადაც უსახლკარო დარჩენილი მოხუცი ცოლ-ქმარი ნათესავმა შეიფარა. არაფერი მატრო კედლები, რა არაფერი, რა 15-ის, მეტის დატოვებული სახლებია კაცო, რა ვეში, რა არის. ავარული, ზოგი დაზიანებული. აგვისტოს ომის დროს კოდორიდან წამოსვლის შემდეგ არღვლიანებს სახელმწიფომ კომპენსაციის სახით საბანკო ანგარიშზე 18620 ლარი დაურიცხა. თანხის მისაღებად ბანკში მისულებს კი უთხრეს, რომ თანხა სუბელიანის სამინისტრომ უკან გაიტანა. არღვლიანების ოჯახი საკუთარ თანხას დღემდე ითხოვს. დევნილების გამოსახლებასთან დაკავშირებით გასული თვის ბოლოს საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა. ორგანიზაცია შეშფოთებულია იმით, რომ ყველა ალტერნატიული საცხოვრებელი, რომელიც მთავრობამ გამოსახლებულებს შესთავაზა, ადეკვატური საცხოვრებლის სტანდარტებს არ შეესაბამება. ორგანიზაცია იმასაც აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ყველა ოჯახისთვის ფინანსური კომპენსაციის გაცემა გამოსახლებამდე ვერ უზრუნველყო, რითაც დაირღვა სტანდარტული საოპერაციო პროცედურების ერთ-ერთი მუხლი, რომლის თანახმადაც გამოსახლება არ უნდა მოხდეს მანამ, სანამ ფინანსური დახმარება არ გაიცემა. ნაკლებად კრიტიკული იყო საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, რომელმაც Amnesty International-ისგან განსხვავებით დევნილთა მასობრივი გამოსახლების პროცესში მხოლოდ ორი პრობლემა აღმოაჩინა. ორი ძირითადი პრობლემა აღმოაჩინა ჩვენმა ორგანიზაციამ, რომელიც დაკავშირებული არის კომუნიკაციასთან და კოორდინაციასთან. კომუნიკაციასთან პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ სამინისტრომ ვერ მოახერხა ზუსტად და ნათლად აეხსნა სამოქალაქო საზოგადოებისათვის და დევნილებისათვის თუ რატომ და როგორ იღებს ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, როგორც არის გამოსახლება, ფულადი კომპენსაციის გაცემა, პრიორიტეტები ალტერნატიული საცხოვრებლის უზრუნველყოფის კუთხით. მაგალითად, ბოლო გამოსახლებების დროს იყო გაურკვევლობა ფულად კომპენსაციასთან დაკავშირებით. იყო შეტყობინება, რომ ბევრმა ვისაც ეკუთვნოდა ვერ მიიღო ეს კომპენსაცია. დევნილთა სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკულ დასკვნებს არ იზიარებს. მინისტრი სუბელიანი არც ჩვენს რეპორტაჟში დასმულ შეკითხვებს პასუხობს. სამინისტროში მეუბნებიან ადგილები აღარ დარჩა რეგიონებშიო და არის თუ არა ეს ინფორმაცია? გადაღებული ეგ არქივში გადაღებული. ამ ყველაფერმა კი შეიძლება მე იმაზეც დაგაფიქროთ ბატონო მიხეილ, რომ სწორედ დევნილების ლომის წილია იმაში, რომ თქვენ დღეს მაგტრიბუნაზე ბრძანდებით და დღეს ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ხართ. შეიძლება იმაზეც დაგაფიქროთ მე. დევნილები ეთანხმებიან დეპუტატ ახვლედიანს და აღიარებენ, რომ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნა დიდწილად მათი მხარდაჭერის შედეგიცაა. ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველია ეთერ ბჟალავაც, რომელიც უკვე მეოთხე თვეა, რაც დევნილთა სამინისტროს კარავში ცხოვრობს. პრეზიდენტია, რომელიც ჩვენი ამორჩეული, აი დევნილების ამორჩეული პრეზიდენტი. ნანოთქვენ რომ აერჩიეთ პრეზიდენტი? ჯერ ვერ გეტყვით ვერაფერს, მაგრამ ხედავ რომ ვინანებთ. ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად 1 კვირის შემდეგ, ზუსტად 9 საათზე. კარგად ბრძანდებოდეთ.